შვილები აქ არიან. სწორედ ასეთია იმ საპროტესტო აქციამსვლელობის სახელწოდება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან ამ წუთებში იმართება და დაიგეგმა საქართველოს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის წინ, 9 აპრილის წინ აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც არიან სტუდენტები, ასევე სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორები, მასწავლებლები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში და განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე და გამოთქვამენ პროტესტს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აცხადებენ, რომ დღესაც მსგავსია ის მოვლენები, რაც ხდებოდა საქართველოში 36 წლის წინ, თუმცა იმ სხვაობით, რომ მაშინ საქართველო იყო საბჭოთა კავშირის შემადგენელი რესპუბლიკა, ახლა კი არის ოფიციალურად, იურიდიულად, დოკუმენტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის და შიდა პოლიტიკის დამსახურებით დღეს საქართველოს მოსახლეობა კვლავ აწყდება იმ ძველ პრობლემებს, რომელიც იყო მათ შორის 36 წლის წინ. ამ წუთისთვის აქციის მონაწილეთა უმრავლესობა განაცვლებული არის თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებთან, აქ არის სიტყვით გამოსვლები, აქციის მონაწილეები საუბრობენ 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ერთი მხრივ ეს არის ტრაგიკული თარიღი 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი დატრიალებული ტრაგედიის გამო, როდესაც საბჭოთა ჯარებმა დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები და მათ წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენეს, შედეგად კი 21 ადამიანი დაიღუპა. მეორე მხრივ კი ეს არის ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვების დღე, როდესაც 2 წლის შემდეგ ამ ტრაგედიიდან 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. აქციის მონაწილეები აცხადებენ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც და მიიჩნევენ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტთან, როდესაც ისინი მსვლელობით გადაინაცვლებენ და შეუერთდებიან იქ დაგეგმილ კიდევ ერთ საპროტესტო აქციას, რომელიც დაინიშნა პატიმართა ოჯახის წევრების მიერ და გაათენებენ ღამეს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში და უფრო მეტმა მოქალაქემ გამოხატოს საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. მათი შეფასებით, ხვალ 9 აპრილს, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები მივლენ 9 აპრილის გმირთა მემორიალთან, მათ არ უნდა დაუშვან მათი მიახლოება ამ ტერიტორიასთან, რადგან როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს ნაბიჯი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან იქნება ცინიზმის გამოვლინება, რადგან როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ქართული ოცნება დღეს რუსულ პოლიტიკას ატარებს საქართველოში. 9 აპრილი არის ჩვენთვის ისტორიული დღე. როგორც არის გამარჯვების დღე, ასევე არის ტკივილის დღე, რადგან შეეცინა ეს ახალგაზრდები დამოუკიდებლობას და ის ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ დამოუკიდებლობისთვის და ყველაზე ღირსეული რაც კი ადამიანს გააჩნია, სიცოცხლე გასწირეს, ხო? და აჩუქეს თავის ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების ჩართულობა, რადგან მაშინ სტუდენტებიც იყვნენ ბრძოლის ავანგარდში და ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ ბრძოლის ავანგარდში, რადგან მათი სულები მართლაც დაგვსხერიან ჩვენ, ისინი ამაყობენ, იმიტომ რომ ჩვენ ვაგრძელებთ მათ ბრძოლას, მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს დამოუკიდებლობა. როგორც 36 წლის წინ, ახლა ჩვენს გვიწევს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა, ეს ზუსტად რუსეთის იმპერია ბრძოლა, უბრალოდ ტანკი აკლია მხოლოდ. ჩვენ აქედან წავალთ მარშით რუსთაველზე და სიმბოლურად თითო ტიტას დავდებთ 9 აპრილის მემორიალთან. მოგეხსენებათ, ეს დღე უმნიშვნელოვანესი და თან ძალიან მტკივნეულია ქართველებისთვის და მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანი დღეს უნდა გამოვიდეს, არ აქვს მნიშვნელობა მათ პოლიტიკურ იდეოლოგიას, იმიტომ რომ 9 აპრილი არის ყველასთვის ტრაგიკული დღე. ძალიან რთულია ხანდახან გქონდეს ბრძოლის იმედი, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ყოველდღე რუსთაველზე ვართ. თუმცა გუშინ, როდესაც ჩვენი 3 სტუდენტი დაიჭირეს, ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ესე მშვიდად და წყნარად ვისხდეთ სახლში. 9 აპრილი არის საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და აუცილებელია, რომ ქართველი ერი ყოველთვის უდიდესი აქტაცებით და მნიშვნელობით აღნიშნავდეს ამ დღეს. გარდა ამისა, ამ აქციას 24 საათიან აქციას ექნება ის მნიშვნელობაც, რომ ქართული ოცნება, რეჟიმი, რუსული რეჟიმი, ზუსტად იგივენაირი რეჟიმია, როგორც იყო საბჭოთა კავშირის რეჟიმი, რეჟიმი, რომელმაც დაარბია 9 აპრილის მომიტინგეები და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ და რომ შეუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლების და ოჯახის წევრების ინიციატივას, გავათენოთ 24 საათი ვიყოთ აქციასთან
და 9 აპრილის გმირების მემორიალი დავიცვათ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისგან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს ისინი სიმბოლურად შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან, სწორედ იმ ადგილას, სადაც 36 წლის წინაც აპრილის მძიმე დღეებში მიმდინარეობდა ბრძოლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისთვის. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და მათ შორის გამონაკლისი არის 1999 წლის აპრილის დღე იყო. სიმბოლურია ისიც, რომ დღეს სტუდენტები და სხვა მონაწილეები ამ საპროტესტო აქციისა მოსულები არიან ტიტებით ხელში. სწორედ ეს არის 9 აპრილის სიმბოლო, როგორც ისინი აცხადებენ. პარლამენტთან ჩასვლის შემდგომ ისინი ღამის 12 საათზე სიმბოლურად პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას 9 აპრილის გმირთა მემორიალთან ტიტებით და სანთლებით და ასევე მსგავსი ფორმით ასევე გაათენებენ ღამეს და შეხვდებიან დილას აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად. რაც შეეხება სხვა საპროტესტო აქციებს, რომლებიც დაგეგმილი არის დღეს საღამოს, მედიის სოლიდარობის მარში უნდა გაიმართოს, რომელიც დაიწყება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან და ასევე პარლამენტის შენობამდე ჩავლენ იმ აქციის მონაწილეებიც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მედია ახლა არის სერიოზული გამოწვევების წინაშე და ეს ასახული არის არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშიც და მათ შორის ისინი განსაკუთრებით ხაზს უსვამენ პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელის ფაქტორსაც, რომელიც უკვე 3 თვე იმყოფება პატიმრობაში და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.